გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ მიმდინარე სიტუაციებს ახსნი, მოკლედ კოცები ცდილობენ რომ კორუფციას ებრძოლონ, დანაშაულს ებრძოლონ და თითქოს ეს კარგია, მაგრამ გამორიცხულია კოცები რეალურად ებრძოდეს ან კრიმინალს, ან დანაშაულს, ან კორუფციას, ან ნებისმიერ ამას, რადგან ახსნი ახლა კოცობის და ნაცობის იდეას თავის არსში რა და ეს არის მხოლოდ ანუ იდეების მხრივ და იქ გადაცთომა და მსგავსი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ იდეის დონეზე ახსნი რა და როგორ. მოკლედ ნაცობა არის განათლება, კონკურენციის შესაბამისად თანამდებობის დაკავება, პატრიოტიზმი, სამშობლოსთვის თავგანწირვა, სიყვარული ქვეყნის და ოჯახის და ასე შემდგომ, ხოლო კოცობა, რუსეთუმეობა, კოცება, კორუფცია, კოცობა, კრიმინალური მენტალიტეტი და ყველაფერი ის, რაც საბჭოთა კავშირთან და მის მიერ საქართველოსადმი მოტანილ ნეგატიურ ყველა წესჩვეულებასთან თვისებასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე გამორიცხულია რუსეთი, ანუ საბჭოთა კავშირი მიერ შექმნილი ეს კოცური მენტალიტეტი ებრძოდეს ან კორუფციას, ან კრიმინალს, ან ამას. უბრალოდ ეს არის კლანთა შორის ბრძოლა და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე ეს შეიძლება ეს არის მოჩვენებითი, ამის მაგალითია მაგალითად შევარდნაძე იმისთვის რომ კარიერის აწყობა უნდოდა 70-იან წლებში 80-იანების დასაწყისში დაიწყო ვითომ კორუფციასთან ბრძოლა და ამის შედეგად დაწინაურდეს, გადაიყვანეს მოსკოვში მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ შედეგად არაფერი არ შეცვლილა არც კორუფციის მხრივ, არც არაფერი და საბოლოოდ კორუფცია დაანგრია საბჭოთა კავშირი და განადგურა. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი. აბა თქვენ იცით, გამოიწერეთ იდეა TV.